გამარჯობა, ენკი ვენკი, მე მქვია სალომე. მე მაინტერესებს რატომ არის ზამთარი და ზაფხული. დედამიწა მზის გარშემო შემოვლას ერთ წელიწადს ანდომებს. ამ გზას ორბიტა ეწოდება. ამასთანავე დედამიწას თავისი წარმოსახვითი ღერძი აქვს, რომელიც ორბიტის სიბრტყის მიმართ დახრილია. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ წელიწადის დროების მონაცვლეობას დედამიწის მზის გარშემო მოძრაობა და მისი წარმოსახვითი ღერძის დახრილობა განაპირობებს. ღერძი რომ ვერტიკალურად ყოფილიყო მიმართული, ამინდი მთელი წლის მანძილზე არ შეიცვლებოდა. დედამიწა ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროებად იყოფა. ღერძის დახრილობის გამო მზისკენ ხან ჩრდილოეთ ნახევარსფეროა დახრილი, ხან კი სამხრეთ ნახევარსფერო. შუა მარტიდან შუა სექტემბრამდე მზისკენ ჩრდილოეთ ნახევარსფეროა მოქცეული, სამხრეთ ნახევარსფერო კი მზის მოპირდაპირე მხარესაა. შუა სექტემბრიდან შუა მარტამდე პირიქითაა, დედამიწის იმ ნაწილში, რომელიც მზისკენაა გადახრილი, უფრო თბილა და დღეებიც უფრო გრძელია. ამ დროს აქ ზაფხულია, ხოლო იმ ნაწილში, რომელიც მზის მეორე მხარესაა, ზე ვეღარ ათბობს. ამის გამო ცივა და დღეებიც უფრო მოკლეა. ამ დროს დედამიწის ამ ნაწილში ზამთარია. ამრიგად, როცა ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზაფხულია, ამ დროს სამხრეთ ნახევარსფეროში ძალიან ცივა და ზამთარია. რადგან დედამიწა მზის გარშემო უწყვეტად მოძრაობს, თანდათანობით სამხრეთ ნახევარსფერო მზისკენ ბრუნდება, მზის სითბო მატულობს, თოვლი დნება და გაზაფხული მოდის, ხოლო ჩრდილოეთ ნახევარსფეროში უფრო და უფრო ცივა და ზამთარი დგება. იცით თუ არა, რომ ეკვადორთან ზამთარი არ იცის. აქ მზე მთელი წლის განმავლობაში თანაბრად ანათებს, მთელი წელიწადი ცხელა და ზაფხულია. იცით თუ არა, რომ პლანეტა ბერძნული სიტყვაა და მოხეტიალეს ნიშნავს.